მოგესალმებით. მე ვარ თამარ კვარაცხელია, სამოტივაციო ტრენერი, პიროვნული ზრდის კოუჩი. ეს აუდიო პოდკასტი ეხება იმ საკითხებს, რასაც განვიხილავ ჩემ ტრენინგზე, რაზე გადის წარმატების გზა. არსად ამას არ ასწავლიან. ბაღები, სკოლები, უმაღლეს სასწავლებლები გვამზადებენ გარკვეული საქმისთვის, მაგრამ თუ როგორ მიაღწიო სასურველ მიზანს, რა სიძნელეების გადალახვა გიწევს ამ გზაზე? სად არის წყლის ქვეშა ლოდები დამალული? ამას არავინ გვეუბნება. მეტწილი ადამიანები საქმის კეთებაში იღებს კოპებს. ზოგი მათი მოშუშებით არის მთელი ცხოვრება დაკავებული, ცხოვრობს აწმყოში წარსულის ტვირთით და ზოგიც მიუხედავად ყველაფრისა მიიწევს წინ. რატომ ხდება, რომ ერთნი ვარსკვლავებს წყვიტავენ, როცა სხვები ერთფეროვნულად უღიმღამოდ სიცოცხლის ხალის დაკარგულებით ცხოვრობენ? რა არის წარმატების ფორმულა? მოდი გავიხსენოთ, რას ვეძახით წარმატებულ ადამიანებს. იღბლიანები, ღვთისწყალობა აქვთო, ბედნიერ ვარსკვლავზე არიან დაბადებულიო, გაუმართლა, ჭკვიანია, ის ხომ გენიოსიაო. რაც გინდა დაარქვით, ფაქტი ფაქტად რჩება. ისინი აღწევენ წარმოუდგენელ შედეგებს, მაგრამ აქვე უნდა დავამატო წარმოუდგენელი სიძნელეებისა და ძალისხმევის ხარჯზე. ბიზნესის დაკარგვის შემდეგ ზოგიერთი ახერხებს ფეხზე წამოდგომას და საქმის თავიდან დაწყებას. ზოგიერთებს, როცა ბიუჯეტს უმცირებენ, სხვაგან ნახულობენ დაფინანსებას. ზოგი ხედავს შესაძლებლობებს იქ, სადაც მეორენი საერთოდ ვერც კი ამჩნევენ და ვერც ეჭობენ. მათ შეუძლიან დაკავდნენ ნებისმიერი საქმით და ყველგან აღწევენ დასახულს. ალბათ იცნობთ ასეთ ადამიანებს. რაშია საქმე? რა სხვაობაა წარმატებულ და ჩვეულებრივ ადამიანს შორის? იქნებ საქმე აღზრდაშია. იქნებ სიმდიდრეა, წარმატების გარანტი. იქნებ შესაძლებლობები, გაუმართლათ ერთ დროს და ამიტომაც გამდიდრდნენ. იქნებ მაღალი მორალური დონე გააჩნიათ ასეთ ადამიანებს. იქნებ სიძნელეების უქონლობაა მათი წარმატების მიზეზი. არა, არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი არ არის სწორი. მე ვიცი მხოლოდ ერთი ფაქტორი, რასაც შეუძლია გაავლოს ზღვარი წარმატებასა და საცოდავ არსებობას შორის. გაგიმხელთ ამ საიდუმლოს და ეს არის დამოკიდებულება. დიახ, ამით განსხვავდებიან წარმატებული და ჩვეულებრივი ადამიანები ერთმანეთისაგან. არანაირი სხვა თვისება არ მოქმედებს ასეთ ძლიერად თქვენს ჰარმონიაში მყოფ გულსა და გონებას შორის. დღეს სულ ეს იყო. დანარჩენი ტრენინგზე. მადლობთ, რომ იყავით ჩემთან. შეხვედრამდე.